შესავალი და ორგანიზაციული მომენტები. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მიმდინარე ცვლილებების წარმოდგენა და კომპანიის განვითარების სტრატეგიის განსაზღვრა. ახალი ამბების მოცულობა მნიშვნელოვანი იყო, რის გამოც შეხვედრა ჩვეულებრივზე უფრო დიდხანს გაგრძელდა, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ბოლოს დაფიქსირდა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მთავარ ბლოკებზე. საქველმოქმედო პროგრამაში იწყება ახალი სქემა ყოველთვიური გათამაშებებით, სავალდებულო მოწვევით და გამარჯვებულთა პასპორტის ვერიფიკაციით. შესავალ ანაზღაურებებში შემოდის ერთჯერადი $20 გადახდა, რომელიც ამაგრებს ანგარიშს და ამავე დროს დისციპლინას აძლიერებს. სტრუქტურულ პროგრამაში გაუქმებულია პერელივები და შემოდის უსასრულო პირველი ხაზი, რაც მთლიანად ცვლის სტრუქტურის აგების მიდგომას, SAFE-ში. იზრდება შესვლის ფასი, ხოლო ყველა ამ ამინდელი მონაწილე სამუდამოდ ინარჩუნებს ძველ პირობებს. მარათონში შენარჩუნებულია $10,000 მოგების შესაძლებლობა, შემოდის იურიდიული კონტრაქტი და დაზუსტებულია ანაზღაურებისა და მონაწილეობის წესები. საბანკო ბარათების ბლოკში განიხილეს ერთჯერადი ბარათების სერვისის დაკავშირება. იმ პარტნიორებისთვის, ვისაც საერთაშორისო გადახდებში სირთულეები აქვს. ეს თემები გახდა შეხვედრის ძირითადი აქცენტები და განსაზღვრა კომპანიის შემდგომი განვითარების მიმართულება. პროგრამისტების ანგარიში. ჰაბში დაემატა ახალი ფუნქციები, მომხმარებლის პარამეტრების შენახვა, მარათონის გვერდი, ფასების ბაზიდან პირდაპირი გამოტანა, რეფერალური ხე გადაკეთდა, მოიხსნა სიგანის შეზღუდვები, ახალი მომხმარებლები ახლა პირდაპირ თავიანთ ინვაიტერთან ერთიანდებიან. დაიწყო გამოწერების სისტემის program subscription და გამოწერის გვერდის რეალიზაცია. განახლდა პირადი კაბინეტის სექციები, რეგისტრაცია, შესვლა, მრავალენოვანი გვერდი კომპანიის შესახებ. თანხის შევსება და გატანა ახლა ითვალისწინებს რეზერვს აქტიური პროგრამების გადასახდელად. თამაში ოპტიმიზირდა ბაზა, გაიზარდა სიჩქარე, მზადდება რეიტინგების გვერდი, ფიქსირდება შესვლის ბაგები. სტრუქტურული პროგრამა. სტრუქტურულ პროგრამაში მოხდა ძირეული ცვლილებები. ადრე გამოიყენებოდა პერელივების სისტემა, როცა ლიდერები ახალ პარტნიორებს სიღრმეში ანაწილებდნენ სუსტი წევრების მხარდასაჭერად, ეს მოდელი არ გამართლდა. ბევრი მუშაობა სწყვეტდა, ელოდა პერელივებს, ხოლო ლიდერები ზედმეტ ტვირთს იღებდნენ. ახალი მიდგომა მთლიანად აუქმებს პერელივებს და პროგრამას პირად აქტივობაზე გადაყავს. პირველი ხაზი ახლა უსასრულოა. ყოველი მოწვეული პირდაპირ თავის ინვაიტერთან ერთიანდება რაოდენობის შეზღუდვის გარეშე. ლიდერები იღებენ შესაძლებლობას ააგონ ფართო გუნდები და თითოეულ მოწვეულზე პირდაპირ მიიღონ $7. არსებული სტრუქტურები გადაკეთდება, ყველა, ვინც პირველ ხაზში პერელივით მოხვდა, დაუბრუნდება რეალურ მომწვევებს. ზოგიერთს შეიძლება შეექმნას შეგრძნება, რომ სტრუქტურა შემცირდა, მაგრამ რეალურად იგი გამჭვირვალე და სამართლიანი ხდება. მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხება სიღრმის ანაზღაურებასაც. დონეების გახსნა დამოკიდებულია პირადი მოწვევების რაოდენობაზე. რაც უფრო ფართოა პირველი ხაზი, მით უფრო ღრმად იხსნება ანაზღაურება. ასე სისტემა რეალურ მუშაობას უწყობს ხელს და მოდელს მდგრადს ხდის. საერთო ჯამში პროგრამა ახლა ორიენტირებულია ლიდერებზე და სამართლიან შემოსავლის განაწილებაზე. თითოეული მიიღებს იმდენს, რამდენსაც პირადად ჩადო ძალისხმევა განვითარებაში. შესავალი გადახდები $20. სისტემაში შემოდის ერთჯერადი სავალდებულო $20 გადახდა. მისი შევსება ოქტომბრის ბოლომდე ასაჭირო. ყველა ანგარიში, სადაც გადახდა არ განხორციელდება, დაიბლოკება. გამონაკლისების შესაძლებელია მხოლოდ ფორსმა ორის შემთხვევაში, როცა საკითხი ინდივიდუალურად განიხილება. გადახდა ერთჯერადია და სავალდებულო ყველა მონაწილისთვის. დამატებით შემოვა ნებაყოფლობითი €10 გადახდა. ის სავალდებულო არ არის და მოგვიანებით გახდება ხელმისაწვდომი. პროგრამა SAFE ფასის ზრდა ოქტომბრიდან SAFE-ის ფასი იზრდება. შემდეგ ზუმამდე მოქმედებს ძველი ფასი. ყველა მონაწილე, ვინც უკვე მონაწილეობს ან ზუმამდე შევა, სამუდამოდ ინარჩუნებს ძველ ფასს. ახალებისთვის ზუმის შემდეგ ახალი ღირებულება იმოქმედებს. მარათონის მთავარი მიზანია ადამიანებს საშუალება მისცეს გამოიმუშაონ და მიიღონ რეალური ფულადი შედეგი. პროგრამა გათვლილია 5 წელზე 60 თვე, ხოლო შესატანი არის მხოლოდ 50 თვე. საბოლოო ჯამში მონაწილე იღებს $10,000. სცენარშიც კი მონაწილე თითქმის ორჯერ მეტს იღებს, ვიდრე ჩადო. გადახდა არ ხდება ერთდროულად. სისტემა ისეა მოწყობილი, რომ თუ ერთიანად გაიცემა თანხა, არ არის გარანტია, რომ მონაწილე განაგრძობს
ყოველთვიურ გადახდებს. გადანაწილებული ანაზღაურება იცავს პროგრამის მათემატიკას და ფონდს. სანდოობისთვის მზადდება იურიდიული კონტრაქტი, რომელიც ყველა პირობას და გარანტიას დააფიქსირებს. დამატებითი ანგარიშებიც დასაშვებია. ცოცხალ რიგში ახალი ანგარიში რიგის ბოლოს ემატება, მაგრამ $10,000 გათამაშებაში ყველა ანგარიში თანაბარ პირობებშია. ასე, მარათონი. აერთიანებს მარტივ ლოგიკას და გრძელვადიან სარგებელს. მონაწილე ასრულებს შეზღუდულ რაოდენობის შესატანებს, იღებს გარანტირებულ შედეგს და ამავე დროს შეუძლია თავისი პოზიციები გააძლიეროს დამატებითი ანგარიშების სტრატეგიით. საქველმოქმედო პროგრამა. საქველმოქმედო პროგრამის მთავარი მიზანია მონაწილეთა მოტივაცია მოწვევების გზით და სამართლიანი ყოველთვიური გათამაშება $5,000 პრიზით. გათამაშება ტარდება ყოველთვე. მონაწილეობისათვის აუცილებელია მინიმუმ ერთი ახალი ადამიანის მოწვევა ბლოკში. ეს არის მინიმალური პირობა, რომელიც აძლევს უფლებას შევა გათამაშებაში. მოგების შემდეგ კოეფიციენტი სრულად ნულდება. მონაწილეობის გასაგრძელებლად საჭიროა თავიდან შესრულდეს პირობები. კვლავ, მოხდეს ადამიანების მოწვევა, რათა მიიღოს დამატებითი $5,000. ამრიგად, პროგრამა ციკლურად მუშაობს. ყოველი ახალი შანსი დაკავშირებულია ახალ აქტივობასთან. გამარჯვებული ვალდებულია გამოვიდეს Zoom შეხვედრაზე, გაუზიაროს თავისი ისტორია, უპასუხოს საზოგადოების კითხვებს და დაადასტუროს მოგების ფაქტი. ეს არის სავალდებულო პირობა, რომელიც ქმნის ნდობას და გამჭვირვალობას. ვერიფიკაცია. ყოველი ახალ რეგისტრაციისას ვალდებულია მიუთითოს პასპორტის ან ID ნომერი პირად კაბინეტში. თუ ასეთი მონაწილე მოიგებს, ტარდება შემოწმება. მან უნდა წარადგინოს პასპორტი და მონაცემები შეადაროს რეგისტრაციის დროს მითითებულს. ეს აუცილებელია, რომ გამოირიცხოს თაღლითობა, როცა ერთი ადამიანი ყოველთვე ახალ ანგარიშების შექმნისას ცვლიდა მონაცემებს და კვლავ მონაწილეობდა გათამაშებაში. გარდა ამისა, ახალ რეგისტრირებულთან ტარდება პირადი საუბარი. მას დაუსვამენ კითხვებს კომპანიის და პროგრამების შესახებ, რათა დარწმუნდნენ, რომ ის რეალური პარტნიორია და არა ყალბი ანგარიში რეგისტრირებული სხვა პასპორტით. ამრიგად, საქველმოქმედო პროგრამა აერთიანებს ყოველთვიურ გათამაშებას $5,000 პრიზით. სავალდებულო მოწვევას თვეში მინიმუმ ერთი ადამიანის. კოეფიციენტს, რომელიც იზრდება მოწვეულთა რაოდენობით, კოეფიციენტის განულებას მოგების შემდეგ, გამარჯვების საჯარო დადასტურებას, პასპორტის შემოწმებას და ახალ მონაწილეთა ვერიფიკაციას. ეს პროგრამას სამართლიანს, გამჭვირვალეს და მანიპულაციებისგან დაცულს ხდის, ზრდის ნდობას და აძლიერებს კომპანიის იმიჯს. საბანკო ბარათები ერთჯერადი. შეხვედრაზე განხილული იყო ერთჯერადი ბარათების სერვისის დაწყების შესაძლებლობა, რომლებიც ონლაინ გადახდებისთვის იქნება გამოყენებული. მისი მთავარი მიზანია დაეხმაროს იმ პარტნიორებს, ვისაც სირთულეები ექმნება საერთაშორისო გადახდებში. ეს სერვისი დამატებით კომფორტსაც იძლევა და ძირითადი ბარათის ინტერნეტში პირდაპირ გამოყენებისგანაც იცავს. თუმცა, მთავარი არგუმენტი მისი დანერგვის სასარგებლოდ არის გადახდის ხელმისაწვდომობა ყველა მონაწილესთვის. ამასთან ერთად არსებობს სერიოზული შეზღუდვა. სერვისის გასაშვებად საჭიროა $5,000 საწყისი თანხა. ეს არის შესვლის მინიმალური ბარიერი, რომელიც უნდა დაიფაროს მუშაობის დასაწყებად. ამიტომ საკითხი გადაეცემა პარტნიორების კენჭისყრას. თუ საზოგადოება მხარს დაუჭერს იდეას, სერვისი ამუშავდება და ბარათები ხელმისაწვდომი გახდება. თუ გადაწყვეტილება უარყოფითი იქნება, გაშვება გადაიდება. ამრიგად, ბარათები განიხილება როგორც ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას მისცემს თითოეულ პარტნიორს უპრობლემოდ გადაიხადოს. როგორც პროექტის სერვისებში, ისე სხვა სერვისებში და ამავდროულად შექმნის დამატებით კომფორტსა და ნდობას. Only Wikipedia. ლოკალიზატორია. Only Wikipedia უკვე თარგმნილია რუსულ, ქართულ, უკრაინულ და ინგლისურ ენებზე. შეხვედრის დასრულება. მთავარი აქცენტი გაკეთდა კონკრეტულ ვადებსა და მოქმედებებზე, რომლებიც თითოეულმა მონაწილემ უნდა შეასრულოს. ერთჯერადი $20 გადახდა საჭიროა ოქტომბრის ბოლომდე. ყველა ანგარიში, სადაც ეს არ შესრულდება, დაიბლოკება. მომდევნო ზუმამდე მოქმედებს. სეიფის, ძველი ფასი. ვინც შევა ამ პერიოდში, სამუდამოდ ინარჩუნებს პირობებს. ამის შემდეგ ახალ მონაწილეებს ახალი ღირებულება გავრცელდება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქველმოქმედო პროგრამაზე,
და $5,000 გათამაშებაზე. ასევე ხაზგასმული იყო, რომ მარათონზე მზადდება იურიდიული კონტრაქტი, რომელიც დააფიქსირებს კომპანიის ვალდებულებებს. ყველას მადლობა ყურადღებისთვის და აქტიური მონაწილეობისათვის. შეხვედრამდე მომდევნო ზუმზე